პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციამ 30 წლის იუბილეს საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნა, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფერო, როგორც სulis ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია პროფესიის მომავალს. რამდენად მზად არის სექტორი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისთვის. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ლევან საბაური. ბატონ ლევან, გამარჯობათ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში გილოცავთ 30 წლის იუბილეს და რაც მთავარია, რა იყო წლევანდელი საერთაშორისო კონფერენციის მთავარი გზავნილი და რა შეიცვალა ამ პროფესიაში 3 ათწლეულის განმავლობაში. ბატონ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მადლობა მოლოცვისთვის, მადლობა ასევე თემით დაინტერესებისთვის, მივესალმები თქვენი რადიოს მსმენელს. მართლა მნიშვნელოვანი თარიღი არის 30 წელი, ეს არ არის ესეთი მცირე პერიოდი, რომელმაც მისი დაფუძნებიდან 96 წლიდან დღემდე საკმაოდ რთული გზა განვლო, ოღონდ იმ რთული გზის გავლაში მას აუცილებლად და ყოველთვის ეხმარებოდნენ მისი მეგობრები, თავდადებული საქმისადმი, თავდადებული მისი წევრები და პროფესიონალები. ეს 29 მაისს სწორედაც ეს საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციამ, როგორც ჩვენ მას მოკლედ BAPS ვეძახით, თავისი 30 წლის იუბილეზე უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას. მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, გამოირჩეოდა უმაღლესი დონის საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლობით, მომხსენებელთა შორის იყვნენ როგორც არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი AIFAC, რომლის წევრიც არის საქართველო და ყოველთვის სიამაყით აღვნიშნავ, რომ საქართველოში ერთადერთი BAPI არის აი ამ AIFAC-ის წევრი და რეგიონშიც მინდა გითხრათ, რომ მოწინავე ვართ ჩვენ. პირველი ჩვენ აღვნიშნეთ 30 წლის იუბილე და შემოდგომით უკვე მოუწევს აზერბაიჯანის პროფესიულ ორგანიზაციას 30 წლის იუბილეს აღნიშნა. სომხეთს მხოლოდ ასოცირებული წევრი არის ამ AIFAC-ის. და რას გაძლევთ ამ ორგანიზაციის წევრობა? კი ბატონო, მაგასაც მოგახსენებთ. ჯერ ვთქვათ, რომ ეს არის ავტორიტეტი და ეს არის ღირსება, ეს არის დღეს მსოფლიოში არსებობს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები. ან რო ვთქვათ, ეს არის აღრიცხვის კუთხით საერთაშორისო ენა. აი ამ საერთაშორისო ენის ჩამოყალიბება როგორ უნდა მოხდეს, დამკვიდრება როგორ უნდა მოხდეს, დანერგვა როგორ უნდა მოხდეს აი ამ სტანდარტების, ამ ყველაფერში გეხმარება სწორედაც ამ AIFAC-ის წევრობა. და სადაც არ უნდა წავიდეთ დღეს ის აუდიტორული ფირმები, რომლებიც ფინანსურ ანგარიშგებებს ამოწმებენ და ფინანსური ანგარიშგება, რომელიც სანდოობით, გამჭვირვალობით, საჯაროობით თავს მოიწონებს, სწორედაც რომ აი AIFAC-ის მიერ დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით არის შედგენილი. ასევე მონაწილეობას ღებულობდნენ ბრიტანეთიდან ბუღალტერთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიოს ბანკის წარმომადგენელი ღებულობდა მონაწილეობას. არის ესეთი სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია ACCS, რო ვეძახით, რომელიც ჩვენ პროფესიაში ერთ-ერთი აღიარებული პროგრამა არის და აი ამ პროგრამის კურსდამთავრებული საკმაოდ მოთხოვნადი არის დღეს ბაზარზე. ბედნიერება არის ისიც, რომ დღეს BAPI-ის დამსახურებით ის არის ერთადერთი ლიცენზირებული პროფესიული ორგანიზაცია, რომელმაც ქართულად თარგმნა ყველა ის წიგნი, 13-ვე წიგნი შეუძლია დღეს ჩვენს მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს ქართულ ენაზე გაიაროს და ამ კურსდამთავრებულს პროფესიონალი ბუღალტერის სტატუსი ენიჭება, სერტიფიკაცია. ანუ წარმომადგენლობითი გასაგებია, საინტერესოა, რა გზავნილები ჩამოვიდნენ ეს სტუმრები, ანუ აქ იყო ინფორმაციის გაცვლაზე საუბარი, გამოცდილების გაზიარებაზე თუ დავუშვათ ამ კონკრეტული რაღაც შედეგი მოყვება ამ კონფერენციას. რა თქმა უნდა, მოგახსენებთ, კონფერენციის მიზანი სწორედაც ეს არ იყო მარტო იუბილეს აღნიშვნა, რა თქმა უნდა, ამ იუბილეს რო ღირსეულად უნდა შევხედროდით, იმის გამოძახილი იყო ეს პროფესიის კონფერენციის უშუალოდ დევიზი და დირექტივა რაც იყო, მითითება რაც იყო და მიმართულება რაც იყო. პროფესიული გამოწვევები და შესაძლებლობები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში. ეს იყო ძირითადი თემა და კონფერენციის სახელი. ეხლა ნახეთ რა ხდება, 4 ძირითადი პანელი მუშაობდა აი ამ კონფერენციაზე და თემების მიხედვით თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ ეს საკმაოდ ესეთი შინაარსობრივადაც დატვირთული იყო და დღეს პროფესია რა გამოწვევის წინაშეც დგას, ამაზე მე კიდევ უფრო მოგვიანებით ვისაუბრებ. ხო, რა თქმა უნდა. პირველი საპანელო დისკუსია იყო
ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და განახლებული პროფესიული კომპეტენციები. აქ სწორედაც აი ჩვენი ბრიტანელი მეგობრები, რომლებთანაც ჩარშან ჩვენმა ორგანიზაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და იმ მემორანდუმის გაგრძელება იყო სწორედაც მათი მონაწილეობა. აქ იყო თავიდან ბოლომდე ხელოვნური ინტელექტის ესეთი დანერგვა როგორ შეიძლება მოხდეს და რა გამოწვევები ახლავს პროფესიას ხელოვნური ინტელექტის გამოჩენის, ასე აქტიურად გამოჩენის და ზოგადად ტრანსფორმაციის, ციფრულ ტრანსფორმაციაზე, როდესაც საუბრობთ, პროფესიას რამე ხო არ ემუქრება. ხო, აი ეს არის ერთ-ერთი ჩემი მთავარი შეკითხვაც. ჩამოთვალეთ და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ ეს თემა. კი ბატონო, მეორე საპანელო დისკუსია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ უკვე პროფესიული ორგანიზაციის და საჯარო სექტორის ურთიერთთანამშრომლობას შეეხებოდა და აქაც რა თქმა უნდა სტანდარტების დანერგვასთან არის დაკავშირებული. ეს არის საჯარო სექტორის ფინანსური მართვის ტრანსფორმაცია, IPSAS-ის დანერგვა და ანგარიშგებების სისტემის განვითარება. ეს უკვე ფინანსთა სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობით მოხდა. აქ იყვნენ წარმოდგენილი სახაზინო სამსახურის აღრიცხვა ანგარიშგების მეთოდოლოგიის დეპარტამენტი და მთლიანად სამსახური, რომელმაც წარმოადგინა დღეს როგორ ხდება, რა გამოწვევების წინაშე არის IPSAS სტანდარტების დანერგვის დროს. ეს IPSAS სტანდარტები როგორც გასაგები იყო ჩვენ მსმენელისთვის, არის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები საჯარო სექტორში. და აი აქ უკვე პროფესიული ორგანიზაციის წილი და წვლილი რა უნდა იყოს ჩვენს ურთიერთთანამშრომლობაზე ასევე იყო საუბარი. მესამე საპანელო დისკუსია შეეხებოდა ასევე ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელიც ფუნდამენტი არის ჩვენი მიმართულებით, ეს არის აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა, ზედამხედველობა, მონიტორინგი და პროფესიული ორგანიზაციების როლი როგორი უნდა იყოს და მეოთხე საპანელო დისკუსია არის, ეს არის უწყვეტი პროფესიული განათლება, პროფესიული განგრძობითი პროფესიული განათლება და ეთიკა. აქაც რა თქმა უნდა დღეს მსოფლიოში თუ სადმე რამე გამოწვევა არის სწორედ აი პროფესიულ განათლებასთან არის და ასევე ეთიკის სტანდარტების განუხრელ დაცვასთან არის. ანუ რომ დაუბრუნდეთ ახლა მთავარ თემას და მთავარ გამოწვევას შეიძლება ითქვას, ეს მარტო საქართველოში არ არის. AI ზოგადად ბუღალტერია AI-ის ეპოქაში მე ასე დავასათაურე ეს გადაცემა თემა მთავარი. აი რა ახალი ცოდნა და უნარები სჭირდება დღეს ბუღალტრებს და აუდიტორებს. აი რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ამ კუთხით ფეხი აუწყო? მოგახსენებთ საქმე რაში არის ახლა და მე განმავრცობ კიდე აი ამ ჩვენი ბრიტანელი კოლეგების წარმოდგენილ პრეზენტაციას და შეჯამებასავით წარმოვადგენ თქვენთანაც მათ ისინი როგორ ხედავენ აი ამ პრობლემებს მათთან რა არის საკმაოდ საინტერესო არის რომ კვლევა აქვს მათ ჩატარებული 2026 წელს ეს როგორც მოგახსენეთ საერთაშორისო ბუღალტერთა ასოციაცია არის ბრიტანეთში მათ ჩაატარეს კვლევა და ძირითადად 4 ციფრით წარმოადგენს ეს კვლევა როგორი არის და რას გულისხმობს ეს არის რომ 2020 წლიდან დღემდე აღმოჩნდა რომ პროფესია დატოვა 300,000-ზე უფრო მეტმა ბუღალტერიაზე არის და აუდიტზე საუბარი 300,000-ზე მეტმა სპეციალისტმა. რატო? აი მოგახსენებთ, აღმოჩნდა კიდევ რომ 78% არის კვლევის დროს, როცა ბიზნესი ფიქრობს რომ ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს და მისი დახმარება უფრო მეტი იქნება ვიდრე ბუღალტერის, ასევე არის რომ 73% იყო აქამდე წინა კვლევის მიხედვით და დღეს უკვე არის 62% რომ აუდიტს აღარ ენდობა იმდენად უშუალოდ ბიზნესი, ანუ ინვესტორი მაინც და მაინც აუდიტს არ ენდობა და შემცირებული არის ეს და არის კიდე რომ პროფესია რომელზეც დღეს ახლა ჩვენ საუბრობთ ეს ბუღალტერი და აუდიტორი აღმოჩნდა რომ უახლოესი ანუ 20-30 წლამდე აღმოჩნდება რომ აი ამ პროფესიული უნარების 39% ნუ თქვა თითქმის ნახევრამდე შეიძლება ცვლილებას დაექვემდებაროს. ეხლა ეს 4 ციფრი რომ თქვა ერთად ქმნის სურათს რომ სპეციალისტები ტოვებენ პროფესიას, ბიზნეს ლიდერები ავტომატიზაციაში ანიჭებენ ხელოვნურ ინტელექტს პრიორიტეტს და ასევე არის რომ ინვესტორის ნდობა აუდიტის მიმართ და აუდიტორის მიმართ ეცემა, ხოლო ძირეული ცოდნა უნარები რაღაც გარკვეულწილად მოძველებული არის და განახლებას, გადაფასებას საჭიროებს. ანუ დასკვნა? ანუ დასკვნა ის რომ პრობლემა ვლინდება უკვე ორი მიმართულებით. ეს არის სტრუქტურული და ეს არის როგორც აღნიშნე ნდობის კრიზისი. როგორი შეიძლება იყოს და რა. ხა სტრუქტურულზე როდესაც საუბრობთ ჩვენ აქ არის რომ ის ფუნქციები რომელიც 10 წლეულების განმავლობაში არის ჩამოყალიბებული როგორ
ბუღალტერის ხელით ის რაც იქმნებოდა, ეს არის ოპერაციების ჩაწერა, ანგარიშების შედგენა, შემოწმება და ასე შემდგომ ძალიან ბევრი რუტინული არის, ის უფრო და უფრო ავტომატიზებული ხდება თავისთავად. ამიტომ არის რომ გამოკითხული ბუღალტერების 46% ახლა ყოველდღიურად იყენებს თვითონ უკვე ხელოვნურ ინტელექტს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენება, იმიტომ რომ აქამდე ძალიან ბევრი პროცესი მე პირადადაც თვითონ არის რომ ხშირად ვიყენებ ხელოვნური პროცესი, რომელიც აქამდე რუტინული იყო, პროცესი, რომელიც აქამდე ესეთი ძალიან ბევრ დროს მოითხოვდა რომ მუშაობისას ძალიან გამარტივდა უცებ ხდება ეს ყველაფერი. მაგრამ შეცდომის ალბათობა, როცა საქმე ამდენ ციფრებთან გასაგებია რომ ეხლა ტექსტში შეიძლება შეიტანო რაღაც ცვლილება, მაგრამ როცა საქმე გაქვს ამდენ ციფრესთან, რამდენად სანდოა AI ამ შემთხვევაში. აი აქ სრულიად ისეთი მართებული არის თქვენ რასაც ამობთ და აქ არის სწორედ ის რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ პროფესიაზე რომელიც სიზუსტესთან არის დაკავშირებული გამორიცხულია და შეუძლებელი არის ეს ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლოს ხელოვნური ინტელექტი ბევრი საქმის გაიოლებაში დაგვეხმარება მაგრამ აუცილებელი არის მისი გადამოწმება აი ხა მაგალითად ჩვენთან არის სტანდარტები რომელიც საკმაოდ ვრცელი არის და თუ არ აღმოჩნდა რომ შენ ეს სტანდარტი თუნდაც ადამიანმა ფიზიკურად არის ზედმიწევნით იმდენ შეუსაბამობას უშვებს ხელოვნური ინტელექტი აი რაღაც მასალის დამუშავებაში და თან ისეთი მტკიცებითი ფორმით გაწვდის ინფორმაციას რომ თუ არ ხარ დარწმუნებული რომ ის შეცდომით აქვს მას მოწოდებული დაეთანხმები. ანუ ნებისმიერ ვარიანტში აუცილებელია გადამოწმება და ეს თავისთავად მაშინ დროის ფაქტორს მაშინ როგორ ზოგავს? ხო, აი როგორ არის ნახეთ ახლა აქ უკვე ჩვენ როდესაც პროფესიაზე ვსაუბრობთ და გადაფასებაზე ვიტყვით, არის მარტივი მაგალითად აი კოეფიციენტების ანალიზი, რომელიც შეიძლება, მაგრამ გამზადებული იმდაგვარად უნდა მიაწოდო, რომ მას უკვე შეცდომის დაშვების ალბათობა უკვე ნაკლები იყოს. მაგალითად ფინანსურ ანგარიშგებას როდესაც ვაწვდით, აუცილებელი არის რომ მაინც იქ მისი გამოყენებული მაგალითად შემოსავალი ხარჯები რაც იქნება ეს ციფრები ეს გადავამოწმოთ და ეხა ბრიტანელები რას გვთავაზობენ რომ აი ამ გამოწვევის ფონზე რომ შეიძლება როგორ არა მაგრამ ბიზნესი ასე თulis ნდობა ინვესტორების ცოტა შემცირებული არის მაგრამ ეს იცით როგორ არის ამას კიდე დრო დაჭირდება ხელოვნური ინტელექტიც დაიხვეწება პროფესიაც უკვე აღმოჩნდება იმისთვის ბევრად მომზადებული ვიდრე დღეს შეიძლება ესე უცებ აღმოჩნდა სხვათა შორის ერთი მაგალითის გახსენება მინდა Excel-ი როდესაც შეიქმნა აღმოჩნდა რომ 60% პროფესიაში ვინც იყო ეს მოანგარიში მათი გაუქმება გამოიწვია მაგრამ აი Excel-ის შექმნამ 90%-ით გაზარდა უკვე ახალი პროფესიების შექმნა სწორედ აი აქაც უკვე აღმოჩნდა რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ბუღალტერზე ბუღალტერი როგორც ესეთი მკეთებელი უკვე ესეთი კი არ უნდა იყოს ბუღალტერი უნდა რაღაც აღმოჩნდეს როგორც მოაზროვნე როგორც ანალიტიკოსი როგორც სტრატეგი და ბუღალტერი უნდა აღმოჩნდეს უშუალოდ ესეთი რევიუერს რო ვეუბნებით, ანუ განმარტების მიმცემელი უნდა იყოს აი ამ ყველაფერზე. იცით, რაც არ უნდა ბევრი გააკეთოს ამ ხელოვნურმა ინტელექტმა, ის ადამიანური ფაქტორი სადაც არის, რომელსაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ამას ხო ვერ მიიღებს ვერასოდეს ვერა ხელოვნური ინტელექტი. ხო, მას, იმიტომ რომ ახლა ნებისმიერ დროს ესეთი უცნაური თვითონაც უკვე ამ ბოლო დროს მგონია რომ ფიქრობს ამას, რომ რაღაც შეცდომის ალბათობა როცა აქვს წინასწარ გაფრთხილებს, რომ მე ხელოვნური ინტელექტი ვარ და მაინც ბოლომდე ნუმენდობი და სადმე შეცდომა თუ იქნება, იცოდი აუცილებლად გადაამოწმე. ხო, მაგრამ თუ იმდენი დრო დახარჯა ისევ ამის გადამოწმებაზე, ჯობია რომ ანუ კითხვა, აი მოსაზრება, რომ მაგალითად AI ბუღალტრებს ჩაანაცვლებს, ანუ როგორ ფიქრობთ, რეალურად გაქრობის საფრთხე პროფესიას ემუქრება თუ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებს ფეხს ვერ აუწყობენ? აი ეს ალბათ მეორე უფრო ისეთი შეიძლება მტკივნეული აღმოჩნდეს, მაგრამ ყოველთვის ვამბობ მე ადრეც სხვაგან ინტერვიუში ვთქვი რომ ხელოვნური ინტელექტი ვერ გააქრობს ბუღალტერის და აუდიტორის პროფესიას, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის მცოდნე ბუღალტერი და აუდიტორი აუცილებლად დააკარგინებს სამსახურს იმას, ვინც არიცის ეს ახალი ტექნოლოგიები როგორ უნდა გამოიყენოს. ამიტომ სწორად გამოყენება ყველაზე მთავარი ხა კიდე გამოწვევა უკვე აღმოჩნდება საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და ამ შემთხვევაში უკვე ბაფისთვისაც გამოწვევა იქნება მისი
მისი წევრი როგორც კორპორატიული ფირმებისთვის, აუდიტორული ფირმებისთვის, საბუღალტერო ფირმებისთვის, ასევე ინდივიდუალური წევრები, ვინც ყავს, მათთვის უკვე იმ შესაბამისი სილაბუსის შემუშავება, სილაბუსის მიხედვით ეს ხო წლების განმავლობაში ისედაც იყო, რომ ახალ-ახალი პროგრამები შემოდიოდა და ანუ რაც იყო დავუშვათ 30 წლის წინ, აბსოლუტურად რა თქმა უნდა არ არის. აი ეს ეტაპობრივად ამის საშუალება დავუშვათ საქართველოში ბუღალტრებს აქვთ, რომ მიიღონ და ის პროფესია, ანუ თავიანთი ასე ვთქვათ, პროფესია უფრო განავითარონ და უფრო მეტი ისწავლონ. თავისთავად ნახეთ როგორ არის ბაფის ისეთი სტრუქტურა და ვალდებულება კიდე როგორ არის მოწყობილი ის ჩვენი პროფესია რეგულირებადი პროფესია არის ყავს ზედამხედველი როგორც არის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის სამსახური და აი ამ ზედამხედველობის სამსახურთან მუდმივად მჭიდრო თანამშრომლობა აქვს პროფესიულ ორგანიზაციას რაში გამოიხატება ეს აი ეს გამოწვევები უკვე რაც ჩნდება და აუცილებლობები, ცვლილებები რაც ჩვენ პროფესიაში მიმდინარეობს, ბაფი ვალდებული არის თავის წევრი ფირმა იქნება თუ ინდივიდუალურად სპეციალისტებისთვის მოაწყოს განგრძობითი განათლების კურსი. წლის განმავლობაში ეს სუმცირე 30 საათი მაინც უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ ალბათ წელს აი ამ გამოწვევის ფონზე ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ისეთი მწვავე საკითხი იქნება, რომელზეც მოუწევს ბაფს უკვე თავის წევრებთან საუბარი და იმ განგრძობითი განათლების ნაწილში უკვე მოამზადებს და შეამზადებს და არა მარტო იმ განგრძობითი სწავლების, ასევე გავაკეთებთ ჩვენ აუცილებლად დამატებით რაღაც ტრენინგი იქნება, სემინარი იქნება, რომელთაც დაინტერესებული ვინც არის და დარწმუნებული ვარ ეს 7000 წევრი არის ამ ბაფის ამ ჩვენ პროფესიაში, მათთვის ძალიან საინტერესო იქნება უკვე ის გამოწვევა, რაც ხელოვნური ინტელექტის ცოდნასთან დაკავშირებით იქნება. და კიდევ ერთი მარტო ბუღალტერი არა, ჩვენ აუდიტზეც უნდა ვისაუბროთ. ზოგადად აი ამ კუთხით, აი რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ციფრულმა ტრანსფორმაციამ აუდიტის ხარისზე და ფაქტია, რომ აუდიტორული სექტორი იზრდება, იმიტომ რომ მე სტატისტიკა რომ ვნახე, საქართველოში მოქმედი 10 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის შემოსავალი 2025 წელს 72 მილიონ ლარამდე გაიზარდა, 7%-იანი ზრდა. ანუ აუდიტზე მოთხოვნა იზრდება. რა თქმა უნდა, არა მარტო აუდიტზე, აუდიტორის პროფესიაზეც და მე ამ შემთხვევაში შემიძლია კიდევ თქვა როგორც უნივერსიტეტის პროფესორმა რომ აუდიტორების მხრიდან როდესაც არის თხოვნა გაუგზავნოთ მათ კარგი სტუდენტები ჩვენთან ჯავახიშვილის უნივერსიტეტზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში კარგი სტუდენტი დაუსაქმებელი არ არსებობს და ყველა არის აუდიტის მიმართულებით და იმ განათლებას, იმ საჭირო განათლებას ღებულობენ საქართველოში, არის ეს რესურსი? ამის რესურსი ნამდვილად არის, იმიტომ რომ დღეს ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ნამდვილად არის მოწოდების სიმაღლეზე იმ კუთხით, რომ გნებავთ ეს სასწავლო ლიტერატურა, გნებავთ უკვე ის სიახლეები, რომელიც ჩვენთან ზოგადად გლობალურად ქვეყნის კი არა მსოფლიოში ინერგება ამ ყველაფერს გავუმკლავდით. მოთხოვნადი თუ არის პროფესია, ასაც კითხავთ. ნახეთ როგორ არის, როდესაც სტუდენტების 95% უკვე მესამე კურსიდან პროფესიით არის დასაქმებული და ვინმე რომ თხოვოს ახლა რომ აი კარგი ბუღალტერი ან კარგი სტუდენტი გამომიგზავნე, მე მას ვერ გავუგზავნე, იმიტომ რომ ეს სტუდენტი უკვე დასაქმებული არის. ანუ პროფესია გახდა მოთხოვნადი, იმიტომ რომ ყველაზე ასე ვთქვათ ანაზღაურებადი, ერთ-ერთი ანაზღაურებადი, მაღალანაზღაურებადი პროფესია. ამ კუთხითაც ახლა ბევრს შეიძლება მოწონს, არ მოწონს, ფაქტი არის რომ ბიზნესში როგორც ჩანს არის იქმნება ადგილები, ბიზნესი ვითარდება და ამის შესაბამისად არის უკვე ეს მოთხოვნა, თორე წარმოება თუ არ იქნება, თუ კი ზრდა არ გვაქვს ჩვენ ეკონომიკური იქნება თუ ზოგადად გლობალურ წინსვლაზე არის საუბარი, მაშინ ამ კუთხით ახლა ბუღალტერი არავის არ დაჭირდება, ხო აუდიტორიც არავის არ დაჭირდება. ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გამოსვლა ხდება ბოლო წლების განმავლობაში. ერთი მინდოდა აი ამ იმასთან ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავხდი PwC საქართველოს ოფისს, რომელიც ასევე ოქროს გენერალური სპონსორი იყო UI-სთან ერთად. ეს არის დიდი 4-ეულის ორი მსხვილი დიდი 4-ეულიდან მათი წარმომადგენლები იყვნენ კონფერენციაზე. აი ამ რა თქმა უნდა ისინი გენერალური სპონსორებიც იყვნენ UI და PwC და ისეთი ძალიან საინტერესო მოხსენება ჰქონდა სწორედ ბატონ ლაშა ჯანელიძეს, რომელიც არის ამ PwC-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, მას ჰქონდა და განაცხადა რომ თქვენ გაქვთ ეს ექსკლუზივი რომ კონფერენციაზე რომ დღეს დილით მივიღეთ ჩვენ უკვე აი ამ სათაო ოფისიდან ნებართვა რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა ჩაეშვას უკვე საქართველოს ოფისში. მე საბედნიეროდ მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით საქართველოს ოფისში უკაცრავ თქვენს
ჩემთან არა თვითონ აი PwC-ის ანუ ესეც სიახლე არის იმიტომ რომ ეს 4 ხეულის ეს ერთ-ერთი წამყვანი ფირმა თავიდან ბოლომდე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას იწყებს თავის საქმიანობაში და კიდე ყველაზე მთავარი მე მსოფლიო ბანკთან ერთად ხშირად მიწევს თანამშრომლობა სადაც ასევე ვენის ოფისის წარმომადგენელი იყო PwC-ის მათ აქვს სპეციალურად მათი აი ამ ორგანიზაციისთვის აუდიტორული ფირმისთვის შექმნილი ხელოვნური ინტელექტი ეს არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი ეს არ გამოიწვევს კადრების შემცირებას იცით როგორც თქვენ თქვით რომ ერთად მუშაობა მოუწევს რა თქმა უნდა ერთად მუშაობა მოუწევს ეს კადრების ისიც რაღაც გარკვეულწილად შეიძლება ერთი კადრის შემცირება შეიძლება აჩენდეს კიდე სამ დამატებით ახალ მიმართულებას. ამიტომ ეს ნამდვილად არ გამოიწვევს. ეს არის უბრალოდ კიდევ იმ ადამიანური ფაქტორი, რაც შეიძლება იყოს და რისკებთან იყოს შეიძლება დაკავშირებული. ამ რისკების პრევენცია არის და მინიმუმამდე დაყვანა, თორე სხვა ნამდვილად დამკუთხით პროფესიას მით უმეტეს ვერ დაემუქრება ვერაფერი ვერ. აუდიტორებს რაც შეეხება, უფრო მოთხოვნადი აუდიტორები, თუ კარგი აუდიტორი, თუ ბუღალტერი, თუ არსეტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, იმიტომ რომ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულება არის მართალი ორივე აღრიცხვასთან არის, მაგრამ ერთი არის რომ ასრულებს ამ ყველაფერს და გადაწყვეტილებას ღებულობს და მეორე არის რომ უკვე აი ამ აუდიტორი ამ შემთხვევაში ამოწმებს რამდენად სწორად და შესაბამისად არის იმ სტანდარტების მიხედვით შედგენილი ეს შენი ფინანსური ანგარიშგება და რამდენად სწორი გადაწყვეტილება აქვს მენეჯმენტს მიღებული აი ამ მიმართულებით. კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაც ვერანაირად ვერ გააქრობს ამ პროფესიას და პრობლემას ვერ შეუქმნის ეს არის ამ ბოლო პერიოდში უკვე ისეთი ძალიან სწრაფი ზრდა ESG არის ეს არის მდგრადობის სტანდარტზე არის საუბარი და დღეს თუ სადმე წავალთ უკვე ყველგან მდგრადობაზე არის საუბარი ეს არის გარემოს დაცვითი სოციალური და მართლობითი კუთხით უკვე არა ფინანსური მაჩვენებლებით შედგენილი ფინანსური ანგარიშგება უფრო სწორედ აი ამიტომ ამ ნაწილში უკვე მდგრადობის რწმუნება საკმაოდ მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი არის და ეს არის სრულებით ახალი მიმართულება აქამდე თუ ის ფინანსურ მაჩვენებლებზე ქონდა უფრო მეტი აქცენტი გაკეთებული, დღეს უკვე მივდივართ აი ამ მიმართულებით და ეს გამოწვევა არის ყველა მსოფლიოში. ეს სტანდარტი რაც უკვე შეიქმნა, ანუ წარმოიდგინეთ და ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულება გვაქვს, რომ ამ სტანდარტის მოთხოვნები უნდა დავნერგოთ და უნდა გქონდეს ევროპული სტანდარტი, რომელიც გულისხმობს დუალური არის ეს სტანდარტი, სადაც არის გარემოს გავლენა საწარმოზე და პირიქით საწარმოს გავლენა გარემოზე როგორი იქნება აი ამ ორმხრივი შეფასება უნდა მოხდეს და ეს არის მაჩვენებლების წყება, რომელიც სექტორული უნდა იყოს და ეხლა იქნება ეს ყველაფერი, აი ამ სექტორული ან დარგობრივ ჭრილში უნდა მოხდეს უკვე არაფინანსური მაჩვენებლების მიხედვით მდგრადობის ანგარიშგების მომზადება. და ესეც გინდა არ გინდა უკვე თქვენ აი რო ახსენეთ ეს ძალიან საინტერესოა ჩაშვება რო ხდება ეს დიდი 4 ხეულის ანუ ეს საქართველოში აი ეს მსხვილი აუდიტორული კომპანიები რომლებიც არიან ისინიც მუშაობენ ახლა ამ ხელოვნური AI-სთან ერთად როგორ არის ეს ანუ რატომ არის ეს დაუშვათ ახალი ამბავი და კარგი ამბავი კარგი ამბავი არის იმიტომ რომ ზოგადად ყველა ფირმას სამწუხაროდ ის ფინანსური რესურსი რომელიც აი ამ ყველაფრის შექმნას უნდა არ გააჩნია და თუ არ ხარ ფინანსურად ძლიერი ვერ შეძლებ და კონკრეტულად შენზე მორგებული როდესაც არის ეს AI ამ შემთხვევაში ეს უკვე ფუფუნება არის ანუ ეს არის ის რომ მეტი გარანტია არის რომ შენ შეცდომის ალბათობა არ გექნება და შენს მიერ გაცემული დასკვნა ანუ უშუალოდ აი ამ საქმესთან დაკავშირებით შექმნილი რა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტი სადაც შეცდომის ალბათობა ძალიან მცირეა არის კი ბატონო იმიტომ რომ ეს არის უკვე თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან ეს დიდი 4 ხეული წარმოდგენილი და მათი გავლილი აქვს ძალიან ბევრი ტესტირება და გამოცდა და ეს არ არის დღეს დაწყებული და გუშინ დაწყებული ჯერ კიდე აი 2020 წლიდან იყო KPMG ამბობდა მაგალითად ბრიტანეთში რომ აუდიტი უნდა ჩაეტარებინა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა დღემდე იმიტომ რომ და დიდი ალბათობით ეს ვერც მოხერხდება რადგანაც როგორც თქვი გადაწყვეტილების მიღება მაინც ადამიანს მოუწევს და შეფასება აი ამ ყველაფერზე ის მასალა რაც დაიდება შეფასების შედეგად ამ შეფასება და ანუ დასკვნა როგორი უნდა იყოს მაინც ადამიანურ რესურსს და გონებას მოუწევს გააკეთოს თქვენ ახსენეთ თქვით რომ ლექციებს კითხულობთ და ანუ ეს პროფესია მოთხოვნადი გახდა მაგრამ მაინც ყავს თუ არა ქვეყანაში კვალიფიციური ბუღალტრები და აუდიტორები და განსაკუთრებით აი ამ ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში
ანუ თქვენ სტუდენტებს თქვენ როგორ ბუღალტერიას და აუდიტს ასწავლით? ხო, ეხლა რო ვთქვა მე რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვასწავლით, ეხლა ეს ნამდვილად არ იქნება, იმიტომ რომ სრულიად სიახლე არის დღეს უნივერსიტეტიდან მოვდივარ ეხლა მე და ჩემ კათედრაზე ასევე ვსაუბრობდით რომ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ რომ უშუალოდ რაღაც ისეთი ინტერდისციპლინური გავხადოთ ჩვენი თუნდაც დროს რო აუწყოთ ფეხი. დროს რო ავუწყოთ ფეხი რომ მაგალითად აი ეს სწავლებაში აუცილებლად გქონდეს ჩვენ ხელოვნური ინტელექტის ელემენტები გამოყენებული რომ მათ უკვე ზუსტად იცოდნენ ერთი არის კლასიკური ისეთი ტრადიციული მეთოდებით რაც მათ უნდა იცოდნენ აუცილებლად მე ხა წარმოიდგინეთ ადრე ქვეშმიწერით იყო მე უკვე ის რაღაც ძველი საანგარიშო იყო მე კალკულატორი მე ექსელი მე უკვე პროგრამები გაჩნდა ამა ხო ხედავთ რა ნუ ეს ჩვეულებრივი მოვლენა და ისეთი განვითარების პროცესი არის პროფესიაში ნებისმიერ პროფესიაში ყველგან ასე არის და ეს უკვე იწვევს იმას რომ ჩვენ აი ამ გამოწვევა რაც არის ფეხი უნდა ავუწყოთ და ეს ფეხი საწყობა იქნება ის კი არა რომ აი მე უკვე ბევრი რაღაც შევქმნი და გავაკეთე არა თან ისეთი ძალიან სწრაფად ცვალებადი არის ეს ყველაფერი და ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ უკვე ბაზარზე ვეღარც იქნები კონკურენტი. ხო, ამიტომ გეკითხებით, ანუ რამდენად არის იმის შესაძლებლობა საქართველოში, რომ მომზადდეს კვალიფიციური პროფესია? იქნება ნამდვილად აუცილებლად, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ამ ნაწილში ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ პროფესიული ორგანიზაცია დარჩეს ასევე პროფესიული ორგანიზაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ბიზნესი ერთად უნდა იყოს და აი ეს სამი მიმართულების სინერგია უკვე მოგცემს იმის შესაძლებლობას რომ უნივერსიტეტმა უკვე აი ამ გამოწვევას უპასუხოს რაც მისი კურსდამთავრებულების უკვე ბიზნესში დასაქმებით იქნება და ისინი არ უნდა აღმოჩნდნენ ნახევარ ფაბრიკატის სპეციალისტები ისინი უნდა იყვნენ შემდგარი და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები რომლებსაც ეცოდინება როგორც ხელოვნური ინტელექტი, ასევე Excel ეცოდინებათ და კიდე ბევრი სხვა ის პროგრამა, რომელიც მათ საქმიანობას კიდე უფრო ეფექტიანს გახდის. და მაინც ახლა ბოლო კითხვა მექნება, რომ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესია მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში? მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში შეიძლება არსებითად ბევრი ვერაფერი შეიცვალოს, თუმცა როგორც ესეთი წარმატებული ბიზნესი ვისაც ექნება ის აუცილებლად აი ესეთი წარმატებულ ბუღალტერს და აუდიტორს აიყვანს ყოველთვის და დაასაქმებს და არა ტრადიციულ უკვე სამწუხაროდ ის რომელიც მოძველებული აღმოჩნდება თანამედროვე იქნება უკვე ყველაზე მოთხოვნადი. ანუ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად მუშაობა ვისაც შეიძლება და არა დავუშვათ სულთლიანად ამ პროფესიას ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩანაცვლებს ვერასოდეს ვერა. იქ სადაც ადამიანური გონი და გონიერება იქნება საჭირო და ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი დოზით არის წარმოდგენილი უკვე ადამიანი და მისი გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მას ეს ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს ეს დავიმახსოვროთ აი ეს გადაცემა და 10 წლის მერე ვისაუბროთ კიდე. თქვენ ბოლოს აი რას ეტყოდით თქვენს კოლეგებს, ბუღალტრებს, აუდიტორებს, ვინც იმ ბავშვებს, იმ სტუდენტებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამ პროფესიას, ანუ რატომ უნდა იყოს მათთვის ეს საინტერესო? დავიწყოთ იქედან რომ ეს არის როგორ იცით აი როგორც რელიგიაში ჩვენ ცნებები გვაქვს აი ასე არის რაღაც ესეთი თავიდან ბოლომდე განსაზღვრული როგორი უნდა იყოს ნამდვილი ბუღალტერი როგორი უნდა იყოს აუდიტორი ამიტომ გვაქვს ჩვენი ეთიკის კოდექსი და იქ გვაქვს 5 ძირითადი პრინციპი რომელსაც განუხრელად უნდა ვიცოდეთ კანონმდებლობა გვაქვს ამ კუთხით კი ბატონო მინდა ვთქვა რომ აი ეთიკის მიმართულებით არა მარტო ან ზუსტად აი ამ სფეროს არეგულირებს საკმაოდ კაცრი სადაც ფაქტობრივად ესეთი არ უპატიობთ უკვე აუდიტორს და არც ბუღალტერს შეცდომას რომელიც პროფესიულ შეცდომას ეხება და ამიტომ კაცრი მოთხოვნა არის რომ იმიტომ რომ ამ ბუღალტრის შეცდომა უკვე ბიზნესის ისეთი არის სერიოზული დარტყმარის და ამიტომ ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ პროფესიაში დასაქმებულებს და მე მოვუწოდებ მათ რომ იმ განვითარებაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ერთად, მათი ძალისხმევა უნდა იყოს, რომ განვითარდნენ, წინ წავიდნენ და ამაში კიდე საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია თავის წევრებთან დარწმუნებული ვარ სახელმწიფო სექტორთან, ასევე ბიზნესთან ურთიერთთანამშრომლობით ამ გამოწვევებს გაუმკლავდება და ღირსეულად 40 წლის იუბილეს კიდე უფრო განსხვავებული ფორმატით შეხვდება. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ლევან საბაური პასუხობდა ჩვენ შეკითხვას. მე მომავალ 5 შაბათამდე გეშտობებით. ნახვამდის.